მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ჩვენ თოჯინა უნდა მოვხსოვოთ. წინა ვიდეოში სპანჯბობის კაბა მოვხსოვეთ. მეგობრებო, მაგრამ მე ყველა ძაფი ავტორს აძაფიცა გამოყენებული ყველაფერი წერია ვიდეოებში ყველა თავში დავორთავ. მაგრამ თუთა იაფად უნდა დამკვეთს ეს თოჯინა და სხვადასხვა ძაფები გამოვიყენეთ. მაგალითად კატანიასთი ამზადებენ საერთოდ ორიგინალ თოჯინებს კატანია ძაფით და ალიზე კოტონით მოვხსოვეთ ჩვენ ყვითელი კაბა. ასევე თავიც ალიზეთი უნდა, მაგრამ ის ნომერი ვერსად ვერ ვიშოვეს საერთოდ იმ კატანიას ნომერი. ამიტომ მე გაზალბეები კოტონით მოვხსოვ. თქვენ რა ნომერი რომელი ძაფიც გინდა, თუთა მუქი ფერის უნდა იყოს, იმიტომ შავგვერმანია ჩვენი თოჯინა. თუ გინდათ თქვენ ღიად ფერით გააკეთეთ, თქვენი სასურველი ფერით არ არის პრობლემა. ჩემი ახლა გაზელ ბეიბი კოტონია. ნომერი 34-24. აი ნახე ორი ნომერი, ყოველთვის აღნიშნავ რომ მე ტანს ვხსოვ ორი ნომრით ყოველთვის თოჯინის ბამბის ძაფს როცა ხმარობ და ტანსაცმელს 2 და 20-ით. ეხლა მეგობრებო გავაკეთოთ რკალი და 6 თვალი ამოვიყვანოთ. ჩავამაგროთ თვალი რკალში და 6 თვალი 1 2 3 4 5 6. ძალიან კარგია კატანიის ძაფით მოგხსოვა, აბრეშუმებით არის. ძალიან ლამაზი გამოდის თოჯინა მაგ ძაფით პრიალებს თან. მაგრამ ცოტა ბიუჯეტურია, ძვირი ჯდება მაგ ძაფებით მოგხსოვა. ამიტომ დამკვეთმა ცოტა იაფიანი ძაფებით შემიკვეთ. არც ეს არ არის ნაკლები გაზელი, ძალიან ძვირფასი ძაფი არის. ეხლა მეგობრებო, მეორე რიგზე ვართ, ყველა თვალში 2-2 თვალი ამოვიყვანოთ. 6 თვალში 2-2 თვალი ამოვიყვანოთ. პირველ თვალში ამოვიყვანეთ 1 თვალი, მეორე თვალი, გადავდივართ მეორე თვალში, ისევ ნამატი, მესამე თვალში ისევ ნამატი, ანუ 2 თვალი ერთ თვალში, მეოთხე თვალში ისევ ნამატი, მეხუთე თვალში ისევ ნამატი და მეექვსე თვალში ისევ ნამატი. სულ გამოგვივიდა 12 თვალი. აქვე მეგობრებო მარკერით მოვნიშნოთ. პირველ თვალში 1 ჰაეროვანი თვალი მოგხსოვოთ, ხოლო მეორე თვალში ნამატი. 1 თვალი, 1 ჰაეროვანი თვალი, ხოლო მეორე თვალში ნამატი. ასე მეგობრებო, რიგის ბოლომდე 1 თვალი და ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ. ერთი თვალი და ნამატი. ძალიან სასიამოვნო მოსაქვსოვია გაზელით. ცოტა წვრილი ძაფია, მაგრამ რბილი არის ძალიან და სასიამოვნოდ იქსოვება. აი ეს კატანია ცოტა უხეში აბრეშუმებით არის და როცა მაგ ძაფს ხმარობ, თითები სუნთკივა ხოლმე. უხეში ძაფია, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოდის მაგ ძაფით თოჯინები. მეტი ჩემი თოჯინები მაგ გაზელით კატანიათ მაქვს მოგხსოვილი. თურქული ძაფია, მგონი თუ არ ვჩნდები. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე 2 თვალი და ნამატი უნდა მოგხსოვოთ. 1 მეორე თვალში ისევ 1 ჰაეროვანი თვალი, 2, ხოლო მესამე თვალში ნამატი. 2 თვალი და
ნამატი მოვხსოვოთ. 1 2 ხოლო მესამე თვალში ნამატი. რიგის ბოლომდე 2 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო, 2 თვალიდან ნამატი. სულ გამოგვივიდა 24 თვალი. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე უნდა მოვხსოვოთ 3 თვალიდან ნამატი. 1 2 3 ხოლო მეოთხე თვალში ნამატი. 1 2 3 ხოლო მეოთხე თვალში ნამატი. 3 თვალიდან ნამატი მეგობრებო 6 ჯერ გავიმეოროთ დამოუკიდებლად და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო 3 თვალიდან ნამატი სულ გამოგვივიდა 30 თვალი. გადავდივართ მე-6 რიგზე. მე-6 რიგზე 4 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 ხოლო მეხუთე თვალში ნამატი, ანუ 2 თვალი ერთად. ერთი თვალში 2 თვალი. 1 2 3 4 მეხუთე თვალში ნამატი. 4 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ და გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო 4 თვალიდან ნამატი 6 ჯერ 36 თვალი გამოგვივიდა სულ. გადავდივართ მე-7 რიგზე. მე-7 რიგზე 5 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 და 5 ხოლო მე-6 თვალში ნამატი. 5 თვალიდან ნამატი 6 ჯერ მოვხსოვოთ და გავაგრძელოთ. 5 თვალიდან ნამატი მოვხსოვეთ მეგობრებო 6 ჯერ, სულ გამოგვივიდა 42 თვალი. გადავდივართ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 6 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6 ხოლო მე-7 თვალში ნამატი. 6 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ და გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო 6 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეორეთ, სულ გამოგვივიდა 58 თვალი. გადავიდეთ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე 7 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 თვალი მოვხსოვოთ, ხოლო მერვე თვალში ნამატი მოვხსოვოთ. 7 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ. მოვხსოვეთ მეგობრებო 7 თვალიდან ნამატი 6 ჯერ, სულ გამოგვივიდა 54 თვალი. გადავდივართ მე-10 რიგზე. მე-10 რიგზე 8 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 აი მოგაცავთ 8, ხოლო მე-9 თვალში ნამატი. 8 თვალიდან ნამატი მოვხსოვოთ 6 ჯერ და გავაგრძელოთ. მეგობრებო, მოვხსოვოთ 8 თვალიდან ნამატი 6 ჯერ გავიმეორეთ, სულ გამოგვივიდა 60 თვალი. გადავდივართ მე-11 რიგზე. მე-11 რიგზე 9 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2
3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. 9 თვალი მოგხსოვოთ, ხოლო მე-10 თვალში ნამატი. 9 თვალი და ნამატი 6 ჯერ გავიმეოროთ და გავაგრძელოთ. მეგობრებო, მოგხსოვეთ 9 თვალი და ნამატი 6 ჯერ, სულ გამოგვივიდა 66 თვალი. ეხლა მეგობრებო, მე-12 რიგზე ვართ, მე-12-დან 23 რიგამდე, ანუ 12 რიგი 66 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 66 თვალი 12 რიგი დამოუკიდებლად და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, ჩვენი თოჯინის თავის მოგხსოვა. 12 რიგი 66 თვალი მოგხსოვეთ, აი ასეთი გამოვიდა. ეხლა გადავდივართ 24 რიგზე. 24 რიგზე 20 თვალი მოგხსოვოთ. 1, 2, მეგობრებო, დამოუკიდებლად მოგხსოვოთ 20 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 20 თვალი. ეხლა 2 ჰაეროვანი თვალი ამოვიყვანოთ. 1, 2. 2 თვალს გადავახტეთ. 1, 2 და მესამეში ჩავარჭოთ და 10 თვალი მოგხსოვოთ. 1, ამიანად, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. 10 თვალი მოგხსოვეთ. ისევ 2 თვალი ჰაეროვანი, ისევ 2 თვალს ვახტებით. 1, 2 და მესამეში ჩავარჭოთ. და 32 თვალი მოგხსოვთ. 1, 2, 3. ამ ნაცვლადებში მეგობრებო, ისე უნდა გავაკეთოთ, თვალები უნდა გავაკეთოთ. 4, 5, რიგის ბოლომდე მოგხსოვთ 32 თვალი და გავაგრძელოთ. მოგხსოვთ მეგობრებო 32 თვალი. გადავდივართ 25 რიგზე. 25 რიგზე მეგობრებო, 66 თვალი უნდა მოგხსოვოთ. მეტობის და ნაკლებობის გარეშე 66 თვალი მოგხსოვოთ. ნაცვლეტების ადგილზე 2 თვალი ნაცვლეტებში მეგობრებო. მოგხსოვოთ 66 თვალი და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, აი ასე, აქ მე შემდეგ თვალს ჩავაყენებ. 12 ნომერი თვალი გვინდა. აი ასეთი. სამხელა თვალი. ესე თვალები უნდა ჩავაყენოთ. ეხლა ვართ მეგობრებო 26 რიგზე. 26 რიგზე 11 თვალი მოგხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და 11. 11 თვალი მოგხსოვეთ. ეხლა 1 თვალი, 1 ჰაეროვანი თვალი და 1 ნამატი 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 ჰაეროვანი თვალი გამოვხსოვოთ. 1 ნამატი, ანუ ერთ თვალში 2 თვალი
ეს ერთხელ გავაკეთეთ. ერთი ჰაეროვანი თვალი, მეორე თვალში ნამატი, ეს ორჯერ. ერთი თვალი მოგსოვოთ, მეორე თვალში ნამატი, ეს უკვე სამჯერ. ერთი თვალი მოგსოვოთ, მეორე თვალში ნამატი, ეს 4ჯერ. ერთი თვალი მოგსოვოთ, მეორე თვალში ნამატი, 5ჯერ. და ბოლოს ერთი თვალი მოგსოვოთ, მეორე თვალი ნამატი, 6ჯერ. ერთი თვალი და ნამატი 6ჯერ უნდა გავიმეოროთ. 8 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. უკაცრავად ერთი წუთით. მოდი 9 თვალი მოგსოვოთ, იმიტომ მე აცილებული გამოდის ხოლმე ლოყები. 9 თვალი მოგსოვეთ ჩუაში. ეხლა ისევ ერთი ნამატი და ერთი ჰაეროვანი თვალი 6ჯერ. ერთი ნამატი, ანუ ერთ თვალში ორი თვალი, ერთი ჰაეროვანი თვალი 1 უკვე. ერთი ნამატი, ერთი ჰაეროვანი თვალი 2. ერთი ნამატი, ერთი ჰაეროვანი თვალი 3ჯერ, 1 2 3ჯერ. ერთი ნამატი, ერთი ჰაეროვანი თვალი 4ჯერ. ერთი ნამატი, ერთი ჰაეროვანი თვალი 5ჯერ. ერთი ნამატი და ერთი ჰაეროვანი თვალიც 6ჯერ. ერთი ნამატი და ერთი ჰაეროვანი თვალი 6ჯერ გავიმეორეთ. 23 თვალი მოგსოვოთ რიგის ბოლომდე. სულ უნდა გამოგვივიდეს 78 თვალი. 2 მოგსოვოთ რიგის ბოლომდე 23 თვალი და გავაგრძელოთ. მეგობრებო, მოგსოვეთ 23 თვალის ბოლოში, სულ 78 თვალი გამოგვივიდა. მოდი ხა თვალები ჩავაყენოთ. აი ასე. უკან მოწვა მე არ დაგავიწყდეთ აუცილებლად თვალის მოწვა. აი ასე. ეხლა მეგობრებო, 3 რიგი უნდა მოგსოვოთ 78 თვალი. მოგსოვოთ 3 რიგი 78 თვალი და მოუკიდებლად და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, მოგსოვეთ 3 რიგი 78 თვალი, გადავდივართ 30 რიგზე. 30 რიგზე 11 თვალი უნდა მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9
10 და 11. ხოლო მე-12 და მე-13 თვალები ჩავაკლოთ. აი ასე თავიდან გავაკეთებ. წინა თვალის წინა ფრთებს ვიღებ 2 ცალს, გვერდზე თვალიც. გაცრავად. გამოგვაქვს 2 თვალში, ისევ 2 თვალი გვაქვს და ისევ 2 თვალი ერთად. ისევ 11 თვალი მოვგზავნოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 11 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ორჯერ გავაკეთეთ, მეგობრებო, სულ 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ 11 თვალის მოგხსოვა და ჩაკლება. მოგხსოვოთ დამოუკიდებლად, შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 11 თვალი და ჩაკლება 6 ჯერ გავიმეორეთ, სულ უნდა დაგვრჩეს 72 თვალი. გადავდივართ 31 რიგზე. 31 რიგზე 5 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოგხსოვოთ. 1 თვალი ჩავაკლოთ. 10 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. 1 თვალი ჩავაკლოთ. ეხლა მეგობრებო, 10 თვალის მოგხსოვა, ჰაეროვანი თვალის მოგხსოვა და 1 თვალის ჩაკლება 5 ჯერ გავიმეოროთ. გავიმეოროთ 5 ჯერ 10 თვალის მოგხსოვა და ჩაკლება და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, მოგხსოვეთ 5 თვალი და ჩაკლება, 10 თვალი და ჩაკლება. ბოლოში უნდა დაგვრჩეს 5 თვალი. მოგხსოვოთ ეს 5 თვალიც 1 2 3 4 5. მოგხსოვეთ 5 თვალიც, ბოლოში დაგვრჩა 66 თვალი. გადავდივართ 32 რიგზე. 32 რიგზე 9 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 და 9. 9 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 9 თვალის მოგხსოვა და 1 თვალის ჩაკლება 6 ჯერ გავიმეოროთ, მეგობრებო, დამოუკიდებლად. მოგხსოვეთ 9 ჰაეროვანი თვალი და 1 ჩაკლება, ბოლოში დაგვრჩეს 60 თვალი. გადავდივართ 33 რიგზე. 33 რიგზე 4 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4. 4 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 8 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4
5 6 7 8 და 1 თვალი ჩავაკლოთ. 8 თვალის მოქსოვა და 1 თვალის ჩაკლება 5-ჯერ გავიმეოროთ სულ. მოგვსოვეთ მეგობრებო 8 თვალი და ჩაკლება. ბოლოში უნდა დაგვრჩეს 4 თვალი. მოგვსოვეთ ეს 4 თვალიც 1 2 3 და 4. სულ უნდა დაგვრჩეს 54 თვალი. გადავდივართ 34 რიგზე. 34 რიგზე 7 თვალი უნდა მოგვსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7. 7 თვალი მოგვსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 7 თვალის მოგვსოვა და 1 ჩაკლება გავიმეოროთ 6-ჯერ და გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, მე უკვე დავიწყე ნელ-ნელა სილიკონის ბამბის ჩატენვა. ასე. ეხლა გადავდივართ 35 რიგზე. 35 რიგზე 3 თვალი უნდა მოგვსოვოთ. 1 2 3 3 თვალი მოგვსოვოთ. 1 თვალი ჩავაკლოთ. 6 თვალი მოგვსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. 6 თვალი მოგვსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 6 თვალი მოგვსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ, გავიმეოროთ 5-ჯერ. გავიმეოროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგვსოვეთ 6 თვალი და ჩაკლება. ბოლოში დაგვრჩა 3 თვალი. ეს 3 თვალიც მოგვსოვოთ. 2 3. მოგვსოვეთ 3 თვალიც, ბოლოში სულ დაგვრჩა 42 თვალი. გადავდივართ 36 რიგზე. 36 რიგზე 5 თვალი უნდა მოგვსოვოთ. 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოგვსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 5 თვალის მოგვსოვა და 1 ჩაკლება მოგვსოვოთ 6-ჯერ და გავაგრძელოთ. მეგობრებო, თან ნელ-ნელა დავიწყოთ გავსება უკვე. თანაბრად. თქვენითაც შეგიძლიათ ზოგი ფანქრით ტენის. მე მაგრატლის ეს წვერი მიყვარს და პინცეტს ხმარობ ხოლმე, კიდე გძელკბილები ან გძელები რომა. მოგვსოვეთ 5 თვალი და ჩაკლება. სულ ბოლოში დაგვრჩა მეგობრებო 36 თვალი. ლოყებისკენ ძალიან კარგად უნდა გავაფსოთ ხოლმე. მე
ძალიან კარგა უნდა ჩავტენო ბამბა. ქვასავით არის ხოლმე ჩემი თოჯინები. საერთოდ და როგორც გავიგე, საქართველოში ეგრე მითხრეს რა მართალია თუ არა, არ უყვართ ეგეთი მაგარი თოჯინები. ჩვენ მაგალითად მე ოპტომსაც ვქსო, გრუპა გვაქვს ჩვენ, ჯგუფი გვაქვს. ხოდე და ეს რა ქვია, თუ ოდნავ რბილი არის სათამაშო, უკან გვიბრუნებენ. და საქართველოში 1-2 რო გამოგზავნე, ასე მითხრეს, რომ ესეთი მაგარი სათამაშოები აქ არ უყვართო. აი ასე. მე კიდე ლოყებში გავტენი. შეხედეთ, წლებს უჭერ ხელს. ისეთი მაგარია. გადავდივართ 37 რიგზე. 37 რიგზე 2 თვალი მოგსოვოთ. 1 და 2. 1 თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 და 4. 4 თვალი მოგსოვოთ. 1 თვალი ჩავაკლოთ. 4 თვალის მოგსოვა და 1 ჩაკლება 5 ჯერ გავიმეოროთ. გავაკეთოთ დამოუკიდებლად და გავაგრძელოთ. მოგსოვეთ 4 თვალი და ჩაკლება 5 ჯერ, ბოლოში დაგვრჩა 2 თვალი. ეს 2 თვალიც მოგსოვოთ. დასასრულს გავდივართ უკვე მეგობრებო. სულ ბოლოში დაგვრჩა 30 თვალი. გადავდივართ 38 რიგზე. 38 რიგზე 3 თვალი უნდა მოგსოვოთ. 3 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3. 1 თვალი ჩავაკლოთ. 3 თვალის მოგსოვა და 1 ჩაკლება 6 ჯერ გავიმეოროთ და გავაგრძელოთ. მოგსოვეთ 3 თვალი და ჩაკლება. ძალიან მომეწონა ესე. მე სახის მოყვანილების დროს კიდევ ლოყებზე ჩავამატებთ. აი ესე მეგობრებო, მაკრატლით ლოყებისკენ შევტენოთ. რომ ლამაზი ლოყები გქონდეს. ბოლო რიგზე ვართ მეგობრებო, 39 რიგზე. და 1 თვალი მოგსოვოთ. 1 თვალი მოგსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 2 თვალი მოგსოვოთ. 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა მეგობრებო 5 ჯერ გავიმეოროთ. 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 1 თვალი ჩავაკლოთ. არ დამითვლია რამდენი
გავაკეთეთ უკვე. ბოლოს გავაკეთეთ მეხუთე ჯერ 1 2 1 თვალი ჩავაკროთ და ბოლოს 1 თვალი მოგსოვოთ. მეგობრებო, სულ გამოგვივიდა 18 თვალი. მოვჭრათ დიდი ძაფი, იმიტომ ორი მაგი ძაფით მინდა რომ გავკერო, იმიტომ გამოჭერის დროს, ძაფის გაკერვის დროს ზოგჯერ მიწყდება და შუა იმაში მისჩება ნაკერზე თავი. ამიტომ ორ მაგად ძლიერი მოგსოვოთ. აი ესეთი თავი გამოგვივიდა მეგობრებო. შემდეგ ვიდეოში უკვე უნდა ჩავწეროთ სახის მოყვანილობა, წარბები, წამწამები. შემდეგ შეხვედრამდე ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ჩემი ახსნები, ჩემი თოჯინები, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი ნინო ჰენდმეიდი და მოიწონოთ. ასევე Facebook-ზე ნინო ჰენდმეიდი.